მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ტრადიციულად ჩვენ ვიმყოფებით ბათუმის საკონსტიტუციო, უпростоრად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც იცით, უკვე 263 დღეა საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ბუნებრივია ჩვენი მკითხველი ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის დგას მე-9 თვეა ეს ხალხი გარეთ, თუმცა ჩვენ მაინც შეგახსენებთ, თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც ახლა შემოუერთდით ჩვენს ლაივს და გვინდა რომ იცოდეთ ამ პროტესტის შესახებ და მათი მოთხოვნების შესახებ. თქვენ იცით რომ საქართველოში გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ უღიარებია საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და შესაბამისად პროტესტში მყოფი ადამიანები მოითხოვენ რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალე თავისუფალ გარემოში, სადაც მოქალაქეებს რეალურად ექნება შესაძლებლობა რომ მათი კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული და ამ უფლებების დაცულ გარემოში შეძლონ მათ საკუთარი არჩევანის გაკეთება. გარდა ამისა, თქვენ იცით რომ გასული წლის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ისინი წყვეტენ, აჩერებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ანუ მოლაპარაკებების პროცესი უნდა დაწყებულიყო იცით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ აი ამ მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ ისინი გამოვიდნენ და მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველიც, რადგან ის ქართული ოცნება არჩევნების პერიოდში პირდებოდა თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თითქოს ევროპაში მიყავდათ საქართველო, ევროპულ კეთილდღეობას პირდებოდნენ ისინი თავიანთ ამომრჩეველსაც, მაგრამ არჩევნების მეორე ერთ კვირაში პრინციპში განაცხადა კობახიძემ, რომ თურმე ავჭერებენ საერთოდ ევროინტეგრაციის პროცესს. და ამას მოყვა თქვენ იცით ძალიან დიდი მღელვარება და საპროტესტო რეაქციები ქვეყანაში და უკვე მე-9 თვეა საქართველოს მოქალაქეები სწორედ ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ დგანან აქ, რადგანაც მიაჩნიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ჩვენ სწორედ ამიტომ ვიბრძოდით მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში იმისათვის, რომ საქართველოს თავი დაეღწია ოკუპანტი რუსეთის გავლენებისაგან და გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თქვენ იცით რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო მიიღო თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან და იცით ალბათ რამდენი სიკეთე მოუტანა ამ შესაძლებლობამ საქართველოს მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში არ იქნება ალბათ ერთი ოჯახიც კი რომელზეც არ იყოს ასახული თუნდაც თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეები, იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის დროებით დასაქმების სამუშაოებზე ევროპაში, პოლონეთში, გერმანიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. ასევე ადამიანებმა წლობით უნახავი ოჯახის წევრები მოინახულეს, რადგან თქვენ იცით რომ როდესაც არ არსებობდა თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში, ადამიანები, ოჯახის წევრები ვერ ნახულობდნენ სამუშაო წასულ დედებს, შვილებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. და ამის პრობლემა პრინციპში აღმოფხვრა აი ამ ვიზა ლიბერალიზაციამ, რომლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ქართულმა ოცნებამ დააყენა საქართველო და საქართველოს მოქალაქეები. და ამას შეიძლება უფრო უარესიც მოყვეს ის, რომ თუკი ქართული ოცნება არ შეასრულებს ევროკავშირის პირობებს, რომლის შესასრულებლადაც მას აგვისტოს ბოლომდე აქვს ვადა მიცემული, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც, რომელიც ერთი წლის წინ მივიღეთ და სწორედ გასული წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებების პროცესი და აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გადადგა ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ნაბიჯები და პრინციპში დღეს უკვე ეჭვიც კი აღარ ეპარება არავის რომ ქართულმა ოცნებამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია ღიად უხეშად, რადგან სწორედ კონსტიტუციური ჩანაწერია ჩვენი რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუახლოვდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ინსტიტუციებს. თუმცა დღევანდელი ასე რომ ვთქვათ ქართული ოცნების პოლიტიკა სწორედ ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე ინფორმირებული ხართ, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც სამოქალაქო პროტესტი დაიწყო, თქვენ იცით, რომ ამ საპროტესტო აქციებზე ქართული ოცნება დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს
შავნიღბიანებით საპოლიციო ძალები გამოიყვანეს მოქალაქეების დასარბევად, საპროტესტო აქციების ჩასახშობად და თქვენ იცით რომ ამ დარბევების დროს 400-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100-მდე მძიმედ დაშავებულები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კლინიკაში გადაყვანა მოუწიათ. დაშავებული იყვნენ ჟურნალისტებიც, მათ შორის მძიმედ და თქვენ არაერთი კადრი ნახეთ და არაერთი ვიდეო მასალა ნახეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ ეს გაურკვეველი ადამიანები, შავი ნიღბებით, ასე რომ ვთქვათ, შემოსილი ადამიანები, როგორც ჟურნალისტებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იდგა საპროტესტო აქციაზე და იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ აქციების შემდეგ იცით რომ გარკვეული ადამიანები სისხლის სამართლის წესით დააკავეს. რა თქმა უნდა, ბევრი იყვნენ დაკავებული, მაგრამ ადმინისტრაციული წესით ვინც იყვნენ დაკავებული, ისინი რა თქმა უნდა პატიმრობაში აღარ იმყოფებიან, მაგრამ იცით რომ სისხლის სამართლის წესით მუხლით არის დაკავებული 65 ადამიანი დღეს. და ამ 65 ადამიანიდან პრინციპში ამ დღეებში 2 ადამიანი, რომელსაც ნარკოდანაშაულში ედებოდა ბრალი, გაათავისუფლეს, თუმცა პრინციპში ეს რიცხვი იმიტომ არ შეცვლილა, რომ გუშინ დააკავეს კიდევ 2 აქტივისტი, რომლებიც უწყვეტად მონაწილეობდნენ რუსთაველის პროსპექტში, თბილისში დააკავეს თორნიკე ფოშხუა და მინდია შერვაშიძე, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ-ერთმა ადამიანმა გეტყვით ახლა შევეცდები რომ სახელი გვარი გითხრათ, ბექა გოცირიძე, ხო თუ არ ვცდები, უჩივლა ამ ადამიანებს რომ თითქოს მათზე ფიზიკურად იძალადეს. მაგრამ სინამდვილეში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა იმ დღეს, ივლისის ბოლო იყო ეს, კადრები, ვიდეო მასალები და ასევე აქტივისტების კომენტარები და შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბექა გოცირიძე ამ საპროტესტო აქციებზე ხშირად დადიოდა პროვოკაციის მიზნით და აყენებდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე აგინებდა პროტესტში მყოფ მოქალაქეებს და დღეს ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ამ 2 დაკავებული აქტივისტის ადვოკატმაც. მან თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს ბექა გოცირიძე იმ დღეს სწორედ პროვოკაციის მიზნით მივიდა აქტივისტებთან და მას ასევე თან ჰქონდა ცივი იარაღი და მხოლოდ აი ამ სიტუაციის განმუხტვის გამო მოხდა ამ ადამიანის გარიდება, აქტივისტებმა თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი პოლიციელებთან, ჩააბარეს ასე რომ თქვა, თუმცა თითქმის სადღაც რამდენი ხანია გასული, ხო? დაახლოებით 17-20 დღის შემდეგ პოლიცია აქეთ აკავებს ამ აქტივისტებს, ვისაც მიუვარდა ასე რომ თქვა გოცირიძე და ამას წამოუყენეს ეს ბრალი. ამ ფაქტს გამოეხმაურა დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და მათ შორის ელენე ხოშტარია, დროას ლიდერი გამოეხმაურა და მან ეს ფაქტი შეაფასა როგორც ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური ანგარიშწორება და მან თქვა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან სწორედ პოლიტიკური მოტივით, რადგან ისინი რუსთაველის პროტესტის მონაწილეები არიან და ჩვენ მათი სახით პოლიტიკური პატიმრები გვაქვს. მორიგი პოლიტიკური პატიმრები გვაქვს ქვეყანაში. დღეს მათ ამ ადამიანებს ბრალი წარუდგინეს და მათ ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობა, ასე რომ ვთქვათ. აი ეს მუხლი არ ითვალისწინებს დაკავებას, როგორც ადვოკატმა გითხრა, მაგრამ აქტივისტები მაინც დატოვეს პატიმრობაში და სწორედ ამაზე იყო ხაზგასმა, რომ ეს განაპირობა სწორედ იმან, რომ ეს 2 აქტივისტი არის რუსთაველის პროტესტის აქტიური მონაწილეები და ეს იყო სწორედ პოლიტიკური სარჩულის გამო მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გლობალურ პოლიტიკაში, ანუ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, რომ გუშინ მოხდა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპი არ იყო მაინცსა და მაინც ამ შეხვედრით კმაყოფილი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ წირი კომენტარები გააკეთეს მედიასთან, მაინც ითქვა, რომ ტრამპმა ვერ მიაღწია ამ შემთხვევაში შეთანხმება ომის დამნაშავესთან, პუტინთან და
ამ ტერმინს იმიტომ ვიყენებ, რომ თქვენ იცით, რომ ჰააგის სასამართლოს გამოტანილი აქვს პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რადგან უკრაინაში წარმოებული ომის გამო პუტინი არის დადანაშაულებული და მას უწოდებენ როგორც ომის დამნაშავეს. და თქვენ იცით, რომ ხვალ ასევე თეთრ სახლში დაგეგმილია ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, თუმცა ამ შემთხვევაში ის არ იქნება, როგორც მედია იუწყება, არ იქნება მარტო და მასთან ერთად იქნებიან ევროპელი ლიდერებიც, წამყვანი, ასე რომ ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ხელმძღვანელები. რაც შეეხება ჩვენს ქალაქს, იცით, როგორც ხედავთ ჩვენს ჩართვაში, ქალაქშიც, ბათუმშიც პროტესტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყოველ დღე. ამ საღამოს ჰქონდა ძალიან სამწუხარო, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაცია. მატარებლის ლიანდაგზე მოხდა ინციდენტი, მატარებელმა გადაუარა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე და როგორც გვითხრეს კლინიკაში, ამ წუთებში პატარა ბავშვს უტარდება ოპერაცია. და ამაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ მიუხედავად აი ამ საპროტესტო განწყობისა ქვეყანაში, ვთქვათ, აი მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისა ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად ქალაქებში და მათ შორის ჩვენს ქალაქშიც, ასე რომ ვთქვათ, არ არის ადამიანის უსაფრთხოება დაცული და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოება, იმიტომ რომ ჩვენი რეკრეაციული ზონები, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ზოგადად ძალიან ცოტა რეკრეაციული ზონა გვაქვს, სადაც კი არის ეს რეკრეაციული ზონები, იქაც კი არ არის ბავშვების და ზოგადად ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ლიანდაგთან დაკავშირებითაც იმას შარშავწერდით, რომ მაგალითად არც ლიანდაგებთან არის ეს უსაფრთხოება გადასვლის თუ გადმოსვლის დაცული, არ არის მაგალითად ინფრასტრუქტურა შესაბამისი განვითარებული, მინიშნებები არ არის და მაგალითად შარშან იყო შემთხვევა, როდესაც 13 წლის მოზარდი გაიტანა მატარებელმა და ის დაიღუპა ადგილზე. საბედნიეროდ დღევანდელი შემთხვევა დაღუპით არ დასრულებულა, თუმცა როგორც ვიცით, ბავშვს დაუზიანდა მძიმედ ფეხი და არ არის გამორიცხული, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ ნახოთ, დაველოდოთ როგორი შედეგით დასრულდება ეს. აი ასეთი მდგომარეობაა ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად თუნდაც შარშან იმართებოდა საპროტესტო აქციები, ქალაქის მერს შესაბამის უწყების წარმომადგენლებს თხოვდნენ მოქალაქეები, რომ გასულიყვნენ ადგილზე, ეზრუნათ ამ ინფრასტრუქტურის რაღაც გაუმჯობესებაზე, ბავშვების უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, როგორც ჩვენთან აქვთ მოქალაქეებს ნათქვამი, საერთოდ არავინ არ ახდენს ამაზე რეაგირებას და ადამიანები აი ასე დაუცველად გრძნობენ ამ ქალაქში თავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება, მათ შორის ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობაც და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც ყოველთვის აქ ვესაუბრებით ხოლმე პროტესტში მყოფ ადამიანებს, გასმენინებთ მათ მოსაზრებებს მიმდინარე პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით და შევეცდებით, რომ ახლაც გავესაუბროთ რამდენიმე ადამიანს და გავიგოთ თუ რატომ არიან აქ, რას ფიქრობენ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე და იმ პროტესტზე, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. მოგესალმებით, მეგობრებო. ბათუმელების ჩართვაში მინდა გაგესაუბროთ. თორნიკეს ხედავ. მოგესალმებით, თორნიკე. თქვენ არ იქნებით ხო უცხო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ხშირად ხართ ეთერში და ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმაზე საუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ მინდა რომ ბათუმელების მკითხველსაც უთხრათ მაგალითად, თუნდაც რატომ ხართ აქ, რას ფიქრობთ იმ პროტესტზე, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა მიმდინარეობს და ხო, რისი მოლოდინი გვაქვს, თუნდაც იმ გლობალური პოლიტიკის ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, როგორც დასავლეთში, ასევე უკრაინის მიმართულებით და თუნდაც სამხრეთ კავკასიაში, აი აქვე ჩვენ სამეზობლოში. პირველ რიგში ბათუმელების მკითხველს და მაყურებელს ვეთყოდი, რომ სოლიდარობა თქვენ, მხარდაჭერა თქვენ და თქვენ ხართ ერთ-ერთი სამაგალითო მედია საშუალება იმ მცირედთა შორის, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაგვიტოვა ქართულ მოცემ, უბრალოდ რომელიც მცირე რო არის, ამიტომ სამწუხაროდ და ხო დღეს აქ ამიტომა რომ რამდენიმე დღით დასასრულებლად გამოვედი და
დასვენების დროს საღამოს გავსულიყავ რაღაცა მოქალაქეობრივ ვალად აღვიქვა მეც და უმრავლესობა იმ ადამიანების, რომლებიც, რა ვიცი, მე მგონია რომ ჯანსაღად ვაზროვნებთ, რომ უნდა რაღაცნაირად რაღაცა შევმატოთ ჩვენ პროტესტს და დღეს გამოვედი მე პირველად ვარ ბათუმის აქციაზე და ყველა ქალაქშია პროტესტი და ასე რომ ყველა ქალაქში რაღაც დოზის პროტესტია და სადაც ჩავდივარ ვცდილობ ხოლმე რომ იმ ქალაქის აქციას შევუერთდე და გავიცნო და ველაპარაკო ადამიანებს ვინც იქ არიან. რა შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს? რა გვეშველება ესე შეიძლება გავაერთიანო? გვეშველება არა, ალბათ პრინციპში აქ ადამიანები ვინც დგას, ის დარწმუნებულია რომ მინდა იბრძოლოს ბოლომდე, ხო? სლოგანიც კი გახდა ერთგვარი, რომ აი ბოლომდე ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მაგრამ არსებობს ხადია გამოწვევები, კი ბატონო, და რა არის ეს გამოწვევა და რამდენად დაძლევადია თუნდაც ეს გამოწვევები? ეს გამოწვევები პირველ რიგში არის ადამიანური ტრაგედიები. ჩვენ რაც რაღაცა ფართო პოლიტიკურ ჭრილში, რასაც უყურებთ, რომ აი ძალაუფლების გადაკაჩვა, გადმოკაჩვა, როგორც ლოკალურად საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, საბოლოო ჯამში დადის ადამიანურ შეგრძნებებამდე და ადამიანურ ტრაგედიებამდე. პოლიტპატიმრების რიცხვი, რომელიც უკვე ზუსტად აღარ ვახსენებ, იმიტომ არამერიოს იგივე დარჩა, იმიტომ რომ დღეს ხო და ანუ ეს საბოლოო ჯამში დადის ამ ადამიანების და მათი ოჯახების და ოჯახის წევრების ტრაგედიებამდე და ეს არის ალბათ მთავარი გამოწვევა და პირველ რიგში გარდა იმისა, რომ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, აქ ვინც თუ გავართ და ქვეყნისთვის ვიბრძვით და ქვეყნისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანაც რა არის, ხო? ადამიანები არის საბოლოო ჯამში, ადამიანები ვართ და მართლა სალიკუნდები ხო არის და პირველ რიგში მე მაინც ყოველთვის რომ რაღაცას ვამბობ, ვაპროტესტებ თუ რამეს ვაკეთებ, არ ვიცი, ალბათ ადამიანებისთვის ვაკეთებ და პირველ რიგში მე რაღაცნაირად ვალში ვგზნობ თავს იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ციხეში არიან. იმიტომ რომ შეიძლება მათ ადგილზე ჩვენ ყოფილიყავით მართლა ნებისმიერ ჩვენგან ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რა იმ ადამიანებს მოკიდეს ხელი უმრავლესობა აბსოლუტური უმრავლესობა ვინც არის ვერ უმტკიცებენ ხო ვიცით ბიჭები არიან იმიტომ რომ ედავებიან რაღაც ორგანიზებულ დანაშაულს და რეალურად ერთი კადრიც კი არ არსებობს რომ რამე ისროლეს იმეს რამე ჩაარტყეს ან რამე მსგავსი არაფერი უბრალოდ იქ იყვნენ და იქ ვინც იყავითო მოკიდეს ხელი დაიჭერეს და აი თქვენ ორგანიზებული დანაშაული და ჯგუფი ხართ და ჩვენც იქ ვიყავით უბრალოდ ჩვენ ხელში არ მოვყევით რა ხო და შესაბამისად ეს არის თავარი გამოწვევა და რაც შეეხება იმას ჩვენ რატომ გავართ აქ და რა ხშირად არის ხოლმე ეს ფრუსტრაციის მომენტები და მე მაინც ესე უყურებ მაგამავს რომ ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ მართლები აი ძილის წინ ბალიშზე თავს რო დავდებთ და რამდენიმე წამი როა ჩაძინებამდე მართლა იმ მომენტში მე პირადად მართალი ვარ და სინდისი არ მაწუხებს და ამიტომ ვაკეთებ სულ რო ღმერთმა არ ქნას კიდე გამიმერ რაღაც შედეგიც ვერ მოყვეს და ქონია ჩვენ გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილება რომ ბრძოლა შედეგი არ მოყოლია მაგრამ ყოველთვის თავარი არის ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის რომ შედეგი ყოფილიყო და ამ წუთამდე რაც უყურებ არ არის ეგრე რომ შეიძლება შედეგი არ მოყვეს პირიქით მე შეიძლება რამდენიმე კვირის წინ ან თვის წინ უფრო იმედოთაც ყოფილიყავი განწყობილი ვიდრე დღეს ვარ დღეს აი ხალხის თუნდაც რამდენიმე ათეული ადამიანი რომ შემორჩა ქალაქებში მათ შორის როცა იგონათ რომ ზაფხულში ამ ხალხის რაოდენობა გაჩერდებოდა მაინც რომ დარჩა ეს ხალხი და დღესაც რომ გამოდის პირად საქმეებს რო გვერდებს და ამ საქმეებს საქმეებს რო გამოდის ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია და მგონია რომ ამას საბოლოოდ შედეგი მოყვება შანსი არა იცი რატო არ არის შანსი რომ არ მოყვა შედეგი დროის ამბავია რა აი ეს დრო არის მკინეული იმ ადამიანებიდან გამომდინარე რომ ციხეში შედან თორე შედეგი რომ არ მოყვეს იცი რატო არ მგონია იმიტომ რომ სიმართლე აშკარად ამ ხარის ეხლა თქვენ რომ მოდიხართ ჩემთან მე არაფერზე ლაპარაკი არ მერიდება ნებისმიერ ადამიანთან რომელთანაც მიხვალ არავის არაფერზე ლაპარაკი არ მოერიდება იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ მართლები ვართ და ანუ თავს არ დავხრით არაფერზე და არ გავალთ და აი ხოცების ყრილობებზე რომ მიდიან და რო ეკითხებიან აი ომი ვინ დაიწყო ეს ხო გინახავთ კადრ როგორ თავდახრი როგორ დარმალაპარაკო იმიტომ რომ იციან გულისიღმეში იციან რომ ყუნები არიან და ჩვენ გულისიღმეში ვიცით რომ მართლები არიან და შანსი არ არის რომ ამას სადღაც შედეგი არ მოიტანოს რა ამის წავს და ამის ჯერა კი ბატონო ბევრი ამბობს რომ ჩვენი ბედი მაინც გარკვეულწილად მიბმულია უკრაინის ომის შედეგებზე ხო და ჩვენ ხედავდით რომ აი ტრამპისა და პუტინის შეხვედრა როცა იყო აშკარა ღია კომაგობა როგორ ჩანდა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან აი პუტინის მიმართ რუსეთის მიმართ და არა ვთქვათ ომში მყოფი უკრაინის მიმართ და ხო, რა ეიმედება? ცხადია რომ მათ აქვს კიდე მოლოდინი რომ აი უკრაინა დაიჩაგრება, ომში დამარცხდება და მათი რიტორიკა მაინც თუნდაც ფევანდელი რაღაც კომენტარები რომ დაწერეს
მაინც არის მოლოდინი, რომ აი უკრაინა დაეცემა და მათი გავლენები კიდევ უფრო შენარჩუნდება ქვეყანაში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ როგორც მოქალაქეს, აი რას ელოდებით მაინც? და რამდენად ხო მოახდენს ეს ყველაფერი ჩვენზე გავლენას? მე პირველ რიგში ძალიან მწუხვარ, მართლა გულით მწუხვარ, რომ ესეთ დღეში ჩაიგდეს თავი არა მარტო ქართველების ლიდერშიპმა, არამედ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ლიდერშიპი ამ რუსულ პროპაგანდას აჯერებს. გულახდილად გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ თუ არა წლის წინ მე მაინც ბოლომდე არ მჯეროდა. აი გულახდილად რომ ესენი რუსები იყვნენ. მე მაინც ჯერდა რამე უბრალოდ ხელისუფლების შენარჩუნება უნდათ რა. და ყველაფერს აკეთებდნენ აქედან გამომდინარე, რაც რუსული მოდელის მათ შორის იმიტომ მოსწონდათ, რომ პუტინი დიდი ხანია და რა 20 წელზე მეტი არის და ამიტომ ბოლომდე არ მჯეროდა. სანამ აი ეს ბოლოს რეებიც გააკეთეს, ეგ არ დავინახე და მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით არ დავინახე, რომ ღიად რუსეთს გულშემატკივრობენ. მანამდე არ მჯეროდა, მაგრამ ეხლა უკვე ყველაფერი ცხადია. აი ადამიანი გავიგე რომ შეიძლება რაღაცა არ მოხდონდეს შენი ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ოპონენტები არ გიყვარდეს, ეზიზღებოდეს, ციხეში აგდებდე მათ შორის, აი მაგასაც კი გავიგე, მაგრამ აი შენი მტერი რომელიც არის დეკლარირებულად მათ შორის, შენს რომ ვერ ამბობ რომ მტერი არ არისო რუსეთზე, ხო და ოკუპირებული როა შენი ტერიტორიები და მაგის თქმა რომ არც კი შეგიძლია რომ ეგრე არ არისო. აი იმას რომ რაღაცა ტიპის კონფლიქტში სხვასთან გულშემატკივრობა, ეს სხვა რო თან შენი მოყარეა. აბა მეტი რა უნდა იფიქრო გარდა იმისა რომ ესენი რუსები არიან და რატო უხარიათ? იმიტომ უხარიათ რუსეთის მხარდაჭერა რომ რეალურად მთელი ამათი პროპაგანდა ამაზე დგას რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით მონები ეს ნიშნავს განადგურებას, ანუ შუაში არაფერი არ არის. აქეთ არის მონობა და მეორე მხარეს არის განადგურება. ამის ჩვენებას ცდილობენ და ამ დროს რო გამოჩნდა მაგალითები რომ აგერ მოლდოვა გენასოლე არ დაემონა რუსეთს, მაგრამ რა ვიცი არ შევარდიდა რუსეთი ხო ამ მოლდოვაში. ასე რომ გამოჩნდა აგერ სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითი რომ თქვათ ესე არ ყოფილა რომ ვიღაცები რუსეთს არემონებიან, მაგრამ თან რუსეთის არემონება თუნდაც რუსეთი ყველას ჭამს. თქვათ ეგრე არ ყოფილა, თუმე პრინციპულობასაც და რაღაცა პატრიოტიზმსაც ქონია თურმე გასავალი მსოფლიოში. ამის ეშინიათ ჭირის დღესავი. ამის ეშინიათ, იმიტომ რომ გამოდის რომ მაშინ მთელი ამათი პროპაგანდა რომ ჩვენ თუ არ დავემონებით რუსეთს და რუსეთი ჩავკვლავებს, გამოდის ტყუილი. მიიღება მათი პროპაგანდა, ხო? უბრალოდ გულშემატკივრობენ, რომ რუსეთმა ჩაყალაპოს რამენაირად უკრაინა, რომ მე თქვა, რომ აი ჩვენ ყოფილვართ მართლები. და ამ გულშემატკივრობაში, რა ვიცი, რუსებად იქცენ, აბა ამიტომ დღეს სად გაგიგიათ, ვისგან გაგიგიათ, რომ ხოცების გარდა რომ რუსეთ უკრაინის ომში რუსეთ გულშემატკივრობდეს, რა ვიცი, აი არ ვიცი, მართლა შერჩავ ხოლმე ან ჩინელები ხო, არ ჩინეთში არ არის, არც არ არის ეგეთი განწყობა. არცად ბელარუსებიც კი შეშინებული არიან და ბელარუსებიც კი ჩუმად კი არიან, იმიტომ რომ იქაც დიქტატურაა, მაგრამ ჩუმად ყოფნა არის თორს რეალურად რუსეთს გულშემატკივრობენ, კაცო, იმათ შიში აქვს. პირიქით რომ რუსეთი თუ გაიმარჯვებს, საბოლოო ჯამში კი არ და რაც ეს ომი გაგრძელება, თვითონ არ მოუწევთ ომშიც, ამის შიში აქვს. ოღონდ რუსეთის პარტიის საბრძოლოა. ხო და აი ესეთი მრავალმხრივ აბსურდთან გვაქვს საქმე და რა ვიცი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. ამ წუთას ქართულ სცენას ასრულებს ჯერ კიდევ ის რომ მათ და სასpráრულოდ და ჩვენთვისაც კარგია ის რომ ეკონომიკურად არ ჩამოიქცა ქვეყანა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ასრულებს ჯერ კიდევ რომ მათ პროპაგანდას აქვს რაღაცა გასავალი. თუმცა ჩვენ არ ვიცით ამ ეკონომიკის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ქვეყანაზე როგორ აისახება. იმიტომ რომ რუსების შემოსვლა არ არის მხოლოდ აქ ტურიზმი, ვიცით რომ მათ პრინციპში გააჩინეს ქართველების კონკურენცია გააჩინეს ბიზნესში, ხო? რა თქმა უნდა და ეხლა გრძელვადიან პერსპექტივაში რას გამოიწევს სომხეთ-აზერბაიჯანის დამეგობრება ქვია ამას უკვე არათუ შეწყვეტა, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ვიხსნებით ამ დერეფნიდან, რომელიც ექსკლუზივი ქონდა, იმიტომ რომ სომხეთ-აზერბაიჯანი ერთმანეთს ვერ ელაპარაკებოდნენ. ამ ფაქტმა მოგვცა ეს ექსკლუზივი და ესენი რო ალაგებენ, ეხლა საერთოდ არ ვიცი, აი ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი პერსპექტივები და ეს პუტინის კიდე მაგას ვიზახის ხომ მოკვდება, რამდენი წელი იცოცხლებს, რამდენი წელი დარჩა პუტინს ეცინება, რამდენი 10 კაი, ანუ ახლოვდება თუ უკვე არ დგას, ახლოვდება დიდი მორიგი, დიდი გადალაგებები სოფლიოში. ბიოლოგიურ სიკვდილამდე ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა და მაგას დიდი გადალაგებები უკვე მიმდინარეობს და კიდევ უფრო დიდი გადალაგებები ახლოვდება. და ამას ველოდებით ჩვენ 10 წლეულები რომ მათ შორის დაკარგული ტერიტორიების, დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ასეთ დროს უნდა მოხდეს და ჩვენ ასეთ დროს ყავს ხოცები. ყველა შევარდნაძე ყოლოდა, ახლა შევარდნაძე ყოლოდა ისჯობდა. დედასპიცა ვარ. სამწუხაროდ ამ რეალობაში ვარ. ეს არის, აი რა გავთქვამეთი არ ვიცი. მადლობა თორნიკე, მთელი ინტერვიუსთვის დროებით.
შევეცდებით, რომ კიდევ გავესაუბროთ რამდენიმე ადამიანს, თუ კი სურვილი ექნებათ, კომენტარი გააკეთონ მიმდინარე პროცესებზე. მოგესალმებით, კალბატონო ლიკა, თქვენ გესაუბრეთ, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გექნებათ, რომ გვითხრათ კიდევ. აი დღეს დააკავეს ორი აქტივისტი. კალბატონო ლიკა, თქვენ ისევ აქ ხართ. რას ფიქრობთ ამაზე? ნახეთ, ჩვენ გქონდა მოლოდინოთი, ორი ადამიანი გამოუშვეს, ორი დააკავეს დღეს, ასევე თავდასხმის მუხლით და ადვოკატმა მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის მუხლი, რის გამო შეიძლება დააკავო ადამიანი, თუნდაც ან წინასწარ პატიმრობაში დატოვა, მაინც დააკავეს. რა არის ეს? რა ვიცი, კი ვკითხულობ ჩვენ რა ქვია ამას, რატო იქცევიან, მაგრამ ხო, რა შეიძლება ვთქვათ მაინც ამ ყველაფერზე? ეს არის ამას ქვია ყაჩაღობა. ყაჩაღობა, იმიტომ რომ რატომაც დააკავეს, ეხლა ყველა ნახეთ და მოწმეებიც არსებობენ და არსებობს ვიდეოც, სადაც ადამიანი მივიდა ცივი არ აღით, ხო? და აგინებდა და მომიტინგეებს და განარიდა პოლიციამ თვითონ. თქვენ ხშირად ხართ რუსთაველზე და იმ დღესაც ხო არ იყავით თქვათ ეს ინციდენტი რომ ხო ვიცოდი ასეთი რამე მოხდა. არაერთი შემთხვევა იყო ასეთი და რატომაც ირჩებიან ან მე როგორც ვიცი, თუნდაც იმ აქტივისტების მონაყოლიდან ეს ადამიანი თვითონ მიიყვანეს ამ აქტივისტებმა პოლიციასთან, უთხრეს რომ იგინებოდა და ახლა აღმოჩნდა რომ ესენი დააკავეს. ყოველთვის ანტიტუშკათუმის, ანტომიდის პროვოკატორი, ყოველთვის მომიტინგე იძახებს პოლიციას. პოლიცია განარიდებს ხოლმე, არ იჭერს. მაგრამ შემდეგ ამათ აკავებენ. ესეთი უსამართლობა მოხდა. ისევე როგორც ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭებს, როდესაც ჯგუფურად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. ჯგუფურ, აბა ის რა იყო? ჯგუფური დანაშაული იყო, ხო რასაც ერთი ადამიანის მე მგონი დაზარალებულად და ისიც კი არ დაუკავებიათ, ხო? არავინ არ არის მოძალადეებიდან იდენტიფიცირებული, წარმოუდგენელია და იდენტიფიცირებული და არავინ არ არის დაიჭირებული. ესეთი სამართალი გვაქვს სამწუხაროდ. ამასაც გავიღლე და უცილებლად გავაცხებ, ვებრძოლებთ და მივახცეთ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული კანონი მორჩილი და თავისუფალი ქვეყანა. დიდი მადლობა ქალბატონო ლიკა კიდევ ერთხელ. შევეცდები რომ გავესაუბროთ. მოგესალმებით მეგობრებო. შეიძლება რომ გაგესაუბროთ. ბათუმელების ლაივში ხართ და ვეჩქარება. კი ბატონო, კარგით, არ შეგაწუხებთ. კარგით. ბათუმელების ლაივს ვინც ამ დროისთვის შემოუერთდით, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ბათუმში ყოველ ღამით იმართება საპროტესტო აქცია. მთავარი მოთხოვნები აი ამ პროტესტის, ისევე როგორც თბილისში და ისევე როგორც სხვა ქალაქებში, არის ის, რომ ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებიდან, ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ ზეწოლისა და შანტაჟის და ძალადობის გარეშე საკუთარი არჩევანის გაკეთება და ასევე გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. იცით რომ ამ დროისთვის 65 ადამიანია ციხეში, მათ შორის არის ბათუმელების მენეჯერი მზია მაღლობელი, ასევე არიან სხვა პროფესიის ადამიანები, პოეტი ზვიად რატიანი, იცით რომ დაკავებულია, ასევე მსახიობები, ექიმები და ასე შემდეგ. რა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პრინციპში დღეს იმყოფებიან მხოლოდ იმის გამო ციხეში, რომ ისინი იცავენ როგორც თავიანთ მომავალს ამ ქვეყანაში, ასევე ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ქართული ოცნება აპირებს, რომ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს, თუმცა ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერები ციხეში არიან დღეს,
ბოიკოტს უცხადებენ ამ არჩევნებს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ისინი ამ არჩევნებსაც ეძახიან რუსულ სპეცოპერაციას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება დემოკრატიისთვის ჩატარებული არჩევნები, არამედ იქნება მორიგი ფიქცია, ასე რომ ვთქვათ, ფიქტიური არჩევნები. და სხვათა შორის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ვინც პროტესტში იმყოფება, ისინი თავად მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან თავად არ აპირებენ ამ არჩევნებზე წასვლას, მანამ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობა, სანამ ეს ქვეყანა არ გათავისუფლდება ქართული ოცნების ხელისუფლებისგან და საქართველო არ დაიბრუნებს თავის, ასე რომ ვთქვათ, ევროპულ გზას და არ იქნება ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაბრუნებული, რომელიც რეალურად დღეს მაქსიმალურად შეზღუდული აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. არა მარტო იმ რეპრესიული კანონებით, რომელიც ამოქმედა გასულ წელს და გასული წლიდან მოყოლებული კიდევ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის აი ამ ჯარიმებით და ადამიანების დევნით და იმ რეპრესიებით, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში. მე გიხდით მადლობას იმისთვის, რომ გვიერთდებით, ისმენ ჩვენს მოსაზრებებს, უყურებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თვალს ადევნებთ ჩვენი მედიის საშუალებით. მე კვლავ დაგიბრუნდებით, ხვალ ამ დროისთვის, ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დროებით.